თქვენ უყურებთ არჩევანს გიორგი გაბუნიასთან ერთად. მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წერილობითი განცხადებით უპასუხა. ეს არის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. საქართველოს მთავრობა არასდროს იტყვის უარს თავისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და ამ საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციის ხარისხს განსაზღვრავს რუსეთის მიერ ამ პრინციპის პატივისცემა. აღნიშნული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების არსი ნათელყოფს იმ გამოწვევას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. მიუხედავად ამ გამოწვევისა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია, ხოლო ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევას, რათა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეუქმნას ევროპული განვითარების პერსპექტივა, რომელიც არაა მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე. ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. განცხადება გააკეთა ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმაც. აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი სამხედრო პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ სივრცეში აერთიანებს დამოუკიდებელ საქართველოს ტერიტორიას, აფხაზეთს და მას ფაქტობრივად რუსეთის ნაწილად აქცევს. აღნიშნული ხელშეკრულება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და გამოწვევას უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას. გიორგი მარგველაშვილი აქტიურობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და ყველა ძალას, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არის და ანექსია ჯერ კიდევ შორსაა. პაატა ზაქარიაშვილი დღეს არჩევანის სტუმარია. მოგესალმებით ბატონო პაატა. ბატონო პაატა, თქვენ ამბობთ, რომ ასეთი განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ამ დოკუმენტში არაფერია და ის ძალიან გავს ათეულობით დოკუმენტს, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთმა მოსკოვმა გააფორმა სოხუმთან, მაგრამ რუსეთი აპირებს ამ დოკუმენტში მოყვანილი მუხლები რეალობად აქციოს. თუ ეს ყველაფერი რეალობად იქცევა, მაშინ არაფერია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს ეყოლება გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებები საერთო სარდლობით. ისინი ერთად გააკონტროლებენ საზღვარს, რომელიც კიდევ უფრო გადმოიწევს ემგურამდე საქართველოს შიგნით. არ იქნება არაფერი ის, რომ მათ ექნებათ ერთიანი თავდაცვითი სტრუქტურა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი არის დიდი ხანია. ეს ამ ტიპის უკვე ხელშეკრულებული მაგრამ ეს კიდევ უფრო ღრმად წავა. ამიტომ ამბობ, რომ არსებითი ანუ რაოდენობრივი ცვლილებებია, მაგრამ სიტყვაზე 1 მილიონის ნაცვლად 2 მილიონი უხეშად ვამბობ. ანუ ის რაც არსებობს, იმის ინტენსიფიკაცია ხდება. ამიტომ არსებითი ცვლილებები არ არის, არის მორიგი ცვლილებები. ანუ ჩვენ თუ ჩაურმავდებით დოკუმენტს, როცა მე ვამბობ, ეს დოკუმენტი გავს დანარჩენ დოკუმენტებს, რითი გავს? ერთადერთი რამით გავს, უკანონოა. ისეთივე უკანონო, ისეთივე ფარატინა ქაღალდია, როგორც ნებისმიერი სხვა. თუ ჩვენ ამ შემთხვევაში თქვენ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ამ ყველაფრის რეალობად ქცევას აპირებს და ინტენსიფიკაციას ეს უკვე რეალობა დიდი ხანია არის, დიდი ხანი ეს რეალობა არის. თქვენ თუ თვლით, რომ ენგურს დღეს არ აკონტროლებს რუსები, ძალიან ცდებით, მაშინ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე. ამაში ან საქმე, ამიტომ თუ ჩვენ მიყვებით ტექსტს თუ მიყვებით, ძალიან სახიფათო გზას ვადგებით. ჩვენ ამით ნებით უნებლიეთ ვიწყებთ ამ ტექსტის ლეგიტიმაციას. იმიტომ საუბარი არის იმაზე, რომ დე ფაქტო ეს ყველაფერი ასე, მაგრამ უკვე რუსეთი ამას ფორმალურ სახესაც აძლევს. ფორმალურად ვერ აძლევს. თუ ამას ფორმალურ აძლევს, ასე ვერ დაგეთახმებით თქვენ კი ოპონენტებს, თქვენ უქმნებით როგორც ჟურნალისტი, ბუნებრივი აშკარებთ ოპონენტების მოსაზრებას. თუ ჩვენ ამას ცოტათი მაინც შევეხებთ როგორც ფორმალურს, მაშინ დავწოთ 2008 წლის 17 სექტემბრიდან. იმიტომ რომ დოკუმენტს უწაიკითხავთ და პირველი მუხლში არის ნათქვამი, გამოდის რომ 80 დოკუმენტის ფორმალურად ქცევისკენ მივდივართ. მათ შორის არის სამხედრო ხელშეკრულებები, მათ შორის არის რუსეთის ბაზების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე ფორმალურ ყველაფერში გადავდეთ ფორმალურად. ამიტომ ჩვენ სასახადო შევაფასოთ ეს როგორც უკანონო და შევაფასოთ ნაბიჯები რუსეთის და არა დოკუმენტში რაწერია. იმიტომ რომ დოკუმენტში რაწერია ყველაფერი დიდი ხანია მოქმედებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. საქმე ისაა, რომ რუსეთმა დღეს მოინდომა აფხაზებს დაუკანონოს. ჩვენთვის უკვე დიდი ხანია ეს ოკუპაცია და ჩვენ დავაკანონეთ ჩვენი კანონმდებლობით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. თქვენ ამბობთ, ვინაიდან ეს დოკუმენტი საერთაშორისო ნორმების მიხედვით არ ლეგიტიმურია, არ შეიძლება და მისიაზე განხილვა. რა თქმა უნდა, ჩვენ გამიხოთ რუსეთის ნაბიჯები. ეს ამიშოლოვანია. ანუ აქ გამოჩნდა სამი პოზიცია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ბატონო პაატა, ვის ადანაშაულებთ არ ვიტყვი, მაგრამ როგორ თქვით, ვინ ქმნის ამ პანიკას? ჩვენ ნახეთ, მე კიდევ ერთხელ სპეციალურად დავიწყე ჩვენი ჩართვა სწორედ პრემიერის განცხადებით, რომელიც
რამდენიმე კვირის წინ BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მას არ შეერა, რომ რუსეთი აპირებს ანექსიას de facto სახელმწიფოების სამხრეთოსეც და აფხაზეთს გულისხმობდა, რა თქმა უნდა, თუმცა დღეს იგივე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეს იყო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. პრეზიდენტმა აგრეთვე თქვა, რომ ეს არის ფაქტობრივი ანექსია. ჩვენ ვნახეთ, რომ აგრეთვე პირველად ვნახეთ ასეთი მასობრივი გამოსვლები თავად აფხაზეთში, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ ნაბიჯს. ანუ მასობრივი ნაბიჯი სტანდარტ დაიწყო გამოსვლები, რომ ეს არის ანექსია. ამიტომ ეს არის ვინაიდან ეს დოკუმენტი სამართლებრივად არის მნიშვნელოვანი აფხაზურ საზოგადოებისათვის, რომ მათ ხო დაიჯერეს თავის დამოუკიდებლობის. მათ დაიჯერეს ყველა იმ დოკუმენტების, რაც ხელი მოაწერეს რუსეთთან. ამიტომ ეს უხერხულობა პირველ რიგში აფხაზურ საზოგადოებისათვის. ვინაიდან აფხაზურ საზოგადოება ჟერა, რომ დამოუკიდებელია, უკვე ნებისმიერი ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე არის კანონი მისთვის. ანუ თუ ერთი ხელმოწერილი დოკუმენტით რუსეთმა მას მისცა დამოუკიდებლობა და მეორე ხელმოწერილი დოკუმენტით მას ართმევს ამ დამოუკიდებლობას, ბუნებრივია მათში აფხაზურ საზოგადოებაში აბსოლუტურად გასაგებია შეშფოთება, აღშფოთება, მაგრამ ჩვენთვის ეს ერთი და იგივეა. ჩვენთვის ეს გრძელდება ოკუპაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, პრემიერმაც და პრეზიდენტმაც გააკეთეს საკმაოდ ამას მოკეთე ამ განცხადებას. ეს არის ნაბიჯი ანექსიისაკენ და პრემიერს ამას თქვია, რომ ეს არ არის ნაბიჯი ანექსიისაკენ. ანექსია რა არის? როცა მოხდა ყირიმში, როცა ტერიტორია აბსოლუტურად მითვისებულია სახელმწიფოს მიერ, იქ არის იმ სახელმწიფოს ადმინისტრაცია, იმ ტერიტორიაზე ვრცელდება იმ სახელმწიფოს კონსტიტუცია და მთელი კანონმდებლობაც არის იმ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი. ანუ ამიტომ ვამბობ, ეს არის ნაბიჯი ანექსიისაკენ, მაგრამ ჯერ თქვენ კარგად გაგაკეთეთ ჩემი ციტირება, მაგრამ ეს არ არის საბოლოო ანექსია. ნახეთ, თუ ჩვენ მანდამაჯ ყოველ შემთხვევაში თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ნაბიჯი ანექსიისკენ, თქვენ მაგრამ მე ამას ამბობ პრეზიდენტის და პრემიერის. დიახ და ელით რომ რუსეთს სწორედ ამ მიმართულებით მიყავს ეს პროცესი და შეიძლება ჩვენ ვნახოთ აფხაზეთში ისეთი რეფერენდუმი როგორც ჩატარდა. ყველაფერი, მაგრამ მოუწია უკან დახევა ჯერჯერობით, იმიტომ რომ პირველ ვარიანტში მნიშვნელოვნად უფრო მძიმე ვითარება იყო აფხაზებისათვის და ეხლა მართლა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ აფხაზებმა იბრძოლეს ამისათვის, რათა ის არ დამდგარიყო ის უფრო მძიმე ვითარება მათთვის. ჩვენთვის ერთი და ვითარება ეს არის ოკუპაცია და ოკუპაციო რეჟიმი მართავს იქ ვითარებას. აფხაზებს ეგონათ თვითონ მართავდნენ ვითარებას. ამიტომ თუ რამე სიახლეა რეალურად, ეს არის აფხაზი ხალხის გამოფხიზლება. ამიტომ თავისთავად ეს არის მნიშვნელოვანი დინამიკა, სადაც მათი უკვე გულის ტკივილი ჯდება და ემთხვევა საქართველოს სახელმწიფოს დღის წესრიგს. რომ ჩვენ ერთად უნდა შევეცვალოთ სხვადასხვა ფრონტებიდან, ჯერჯერობით ჩვენ აშკარად ჩანსოთ ჯერჯერობით აფხაზები არ არიან მზად საქართველოსთან ერთად გაუმკლავდნენ რუსულ გამოწვევებს, მაგრამ ის რომ ჩვენ უკვე ჩვენი სინერგია შეიძლება ჩამოყალიბდეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ეს ფაქტია. ოკუპაცია რეალობაა. ანექსია ჯერ არის მხოლოდ საწყის ეტაპზე პროცესები მიმდინარეობს ამ შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენ ამ ფაქტში თქვენი საუბრიდან გამომდინარე ფაქტობრივად რაღაც პოზიტიურსაც ხედავთ თქვენ პოლიტიკაში ყველაფერი პოზიტიურია თუ შეიძლება ამას შესასარგებლოთ. როგორ უნდა აპირებს ხელისუფლება ამის მოწინააღმდეგის ენერგიას როცა იყენებს შესაძლოა პოზიტიური. როგორ აპირებს თქვენ ჩვენ რაც გავაკეთეთ ის რომ პირველი ხელშეკრულებას ვახსენეთ 2008 წლის 7 სექტემბრის, ხო? ისე ჩაიარა, რომ მთელი ერთადერთი რეაგირება ქონდა საქართველოს ხელისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვაშაძის სახით. არც პრეზიდენტის განცხადება არ გაუკეთებია, არც პრემიერის განცხადება არ გაუკეთებია, არც საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არ გაუკეთებია. აღარ ვლაპარაკობ ნატოზე, ევროკავშირზე. ანუ ჩააფლავეს წინა ხელისუფლებამ ყველაზე ცენტრალური წამყვანი ხელშეკრულება თუ მათთვის ამას მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა აქვს, მათთვის მნიშვნელობა აქვს და თუ 80 რაღაცა ხელშეკრულებას თვლიან მნიშვნელოვნად, მაშინ კეთილინებოდა დანარჩენ 90-ს პასუხი გაცერ, როცა მადოს მოეწერა. მე მაგათ არ ვთქვი ამაში, მაგრამ როცა გამოდიან შეტევაზე, მე მინდა თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანს გავაკეთეთ, მათგან განსხვავებით ჩვენ ხმა მოვიღეთ 90 მე რაღაც ხელშეკრულებაზე და უკვე ნატომ გააკეთა განცხადება. ევროკავშირმა უკვე უშუალოდ საბჭოში საკითხი ინიციირებულია, მაშინ როცა სააკაშვილს მოუწია ასობით ახალგაზრდის მიწაში ჩადება, დევნილობა, ტერიტორიების დაკარგული ტერიტორიების აღიარება და ამის შემდეგ მოუწია უშუალოდ საბჭოში შესვლა, ჩვენ ერთი წვეთის სისხლი არ დაგვიღვია, ერთი მტკაველი მიწა არ დაგვიკარგია, ისე ვაყენებთ რუსეთის აგრესიის საკითხს უშუალოდ საბჭოში. მაშინ როდესაც თქვენი მთავრობა და თქვენი ხელისუფლება კრიტიკის ობიექტია სწორედ ამ მიმართულებით თქვენ გეუბნებიან იმას, რომ თქვენ ნაციონალური მოძრაობის უნდა მაგაში სწორედ იმიტომ და გადაფარვა უნდა თავიანთი მათ უნდა გადაფარონ თავიანთი უნიათი პოლიტიკა 2008 წლიდან მოყოლებული და შესაბამისად ესე იგი შეტევით უნდა თითქოს გაღმა შეედავეს მომენტი. თუმცა ახლა ჩვენ ვიცით პარლამენტში უკვე არის ახალი ოპოზიცია და თავისუფალი დემოკრატები, რომელიც იგივეს გეუბნებათ. არა, იმას არ გეუბნებიან, იქ სხვა მომენტია, კარგად იციან რა ხდება ვითარება, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ჩვენ
განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან ჩვენ არ ვდოყლაპიობთ და ნამდვილად რეაგირებთ ისე როგორც საჭიროა მათგან განსხვავებით. და უკვე არის რეაგირება დასავლეთის არც ერთ ხელშეკრულებაზე, რასაც ხელი მოეწერა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, არ ყოფილა ასეთი რეაგირება, როგორც არის ჩვენ დროს ახლა ინიციირებული ეს რეაგირება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უდანაკარგოდ ხდება ყველაფერს, მსხვერპლის გარშე ხდება ყველაფერს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამით გამოიკვეთა რუსეთის დამატებითი აგრესია. ჩვენ ისე ჩავრთეთ ევროპის დღესასრიგში რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომ პრაქტიკულად მინიმუმს დავიყვანეთ ყოველგვარ საქართველოს საკუთარ რომ თქვენ ჩართეთ ან თქვენ გულისხმობთ რაც მომთანად მთავრობას ჩართეთ იმდენად საერთაშორისო საზოგადოება რუსეთი იძულებული გახდა უფრო აგრესიული მეთოდებისთვის მიემართა. რას გულისხმობთ ამაში, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ ახალი ხელისუფლება მუდმივად ხას უსვამდა იმას რომ რუსეთთან ურთიერთობები რეგულირდება და მთავრობა ამას ცდილობს. თემის აქტუალიზაცია თავის დროზე არ მოხდა უკრაინის მოვლენებთან ერთად, იმიტომ რომ მე წინა ბლოგშიც ვახსენე ეს რომ პრემიერ-მინისტრი როდესაც გამოდიოდა სხვადასხვა უცხოურ არხებზე და ინტერვიუებს აძლევდა, პირდაპირ ამბობდა რომ ყირიმის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება და კიდევ ერთხელ ვახსენებ იმ განცხადებას იმის შესახებ რომ ის პირდაპირ ამბობდა რომ მას არ შეერა რომ de facto სახელმწიფოების ანექსიას აპირებს რუსეთი. მანამდე კიდევ ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო, როდესაც ის პირდაპირ ამბობდა რომ მას არ შეერა რომ მას გამართულია ვიდრე ხელი მოეწერებოდა ჩვენ მაგალითად ქონდა უშუალოდ საბჭოს ხდომა, იცით პრეზიდენტთან და იქ გაიწერა გაკურული მოქმედების გეგმა და მათ შორის პირველში ჩადებული იყო სიტყვაზე როგორც კი მოეწერებოდა ხელი დოკუმენტს, მაშინვე მოხდებოდა ინიციირება საქართველოს მხრიდან გაეროს უშუალოდ საბჭოში იყოს განხილვა. ანუ ვიდრე დოკუმენტს ხელი არ მოეწერებოდა, პოლიტიკურად არ არის სწორი ისტორიკაში ჩავარდეთ, თქვათ ესე. თუ მაინც ხედავ რომ, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ნახეთ რუსეთი როგორ მუშაობს, იგივე ყირიმში და ისე უკრაინაში, იგივე უცხოელები გეუბნებოდნენ, ვიდრე ხელი მოწერილი არა, ვიდრე სხვა პროექტები იყო. ნახეთ პირველი პროექტი როგორი იყო რუსეთთან შესაბამის აფხაზურ საზოგადოებას. იყო რამოდენიმე 3-4 პროექტი იყო. საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა სულ სხვა მეოთხე თუ რაღაც მერვე პროექტზე. ანუ შესაბამისად ვიდრე პროცესი მიდის და შენ უშუალოდ არ შეგიძლია ჩაერთო პროცესში, შენ რა თქმა უნდა ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგა, რომელიც შენზე გადმოიტანს პასუხისმგებლობას. ამიტომ აბსოლუტურად ნორმალურია, როცა რუსეთს აძლევს საშუალებას, რომ მან არ განახორციელოს ის ნაბიჯი, რასაც საბოლოო ჯამში თუმცა დამეთანხმებით, რომ პანიკაში ჩავარდნათ არ ჩაითვლებოდა თუნდაც პრემიერ-მინისტრს, რომ ეთქვა პირიქით, რომ პარალელი გაეულო ყირიმსა და აფხაზეთის და აგრეთვე სამხრეთ ოსეთის მეც არ გავავლებდი, ყირიმში არის რეალური ნამდვილი ანექსია, ერთჯერადად განხორციელებული. თუმცა თქვენ შეადარეთ, თქვენ ახლა როდესაც ჩვენს ვართ, რომ რეალურად რუსეთს მიყავს ყირიმისკენ. ყირიმში განახორციელა მაშინვე და ამაში გულისხმობ რუსეთს უნდა წაიყოს, მაგრამ აფხაზურ საზოგადოება ამ საშუალებას არ აძლევს. ნახეთ თქვენ რომ მოუწია რუსეთს უკან ნაბიჯს გადმოდგა. ანუ იქ სხვა პროცესებია. ამიტომ თუ ჩვენ მართლა ვლაპარაკობთ პარალელებს გავლება გვინდა, აბსოლუტურ იდენტურ პარალელებს ჩვენ ვერ გავავლებთ. აფხაზეთში სულ სხვა ვითარებაა, ყირიმში სულ სხვა ვითარება. ყირიმში ცხოვრობს ჯერ ერთი ეთნიკური რუსები და მათი როგორც მენტალური იდენტობა, ისე კულტურული იდენტობა არის აბსოლუტურად რუსული. პარალელებს ვავლებთ არა მხოლოდ არსებულ სიტუაციებს შორის, არამედ იმ სურვილებს შორის და იმ მიმართულებებს შორის, რომლითაც რუსეთს მიყავს პროცესები და თქვენ დამეთანხმებთ. ძალიან უნდა რომ საქართველოს იყოს მის ორბიტაში, მაგრამ არ გამოსდის. სურვილები კარგადაა ცნობილი. მაგრამ ძალიან კარგად უნდა აღადგინოს საბჭოთა და ასე შემდეგ, მაგრამ არ საქართველოში რაც გამოვიდა სააკაშვილის დროს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ პრემიერ-მინისტრმა აი ინტერვიუებში, რომელსაც ვახსენებდი, თქვა რომ მის ინტერესებში არ შედის მაგალითად საქართველოს თავის ორბიტაში მოქცევა. ვის ორბიტაში? რუსეთს არ სურს რომ საქართველოს მოექცეს მის ორბიტაში. ის ამბობს რომ მას სჭირდება მშვიდობა. ღარიბაშვილი ამბობდა მას ინტერვიუში მშვიდობა მის საზღვრებთან და სულაც არ ჭირს ანექსია ტერიტორიების. სააკაშვილის პერიოდში რა მოაქვს აგრესიულ პოლიტიკას. რატომ უნდა თქვა ზედმეტი სიტყვები, როცა შეგიძლია სიტყვების გარშე პოლიტიკა განახორციელო? სიტყვები ხო რა არის? რა არის პოლიტიკოსის ჩემთვისაც ახლა ამ შემთხვევაში უცებ თქვენ გელაპარაკებთ როგორც ექსპერტი არ გელაპარაკებთ და თუმცა ხო როგორც ანუ რა არის პოლიტიკოსისთვის სიტყვები? პოლიტიკის განხორციელება. მე ხო იმას არ ვამბობ, რასაც მაგალითად ვიტყოდ როგორც ექსპერტი. მე როგორც თავრობის აუმადგენელი გელაპარაკებით. ანუ მე ამ დროს ვახორციელე პოლიტიკას. რა თქმა უნდა და ამიტომაც სიტყვას ძალიან დიდი მე კი არ ხსნი პოლიტიკას, ამიტომაც საჭირო პოლიტოლოგი, საჭირო არის ექსპერტი, რათა მან ახსნას პოლიტიკოსის სიტყვები. იმიტომ რომ პოლიტიკოსი ლაპარაკის დროს პოლიტიკას ახორციელებს. შესაბამისად ბუნებრივია, ღარიბაშვილი ლაპარაკის დროს პოლიტიკას ახორციელებს. მისთვის მნიშვნელოვანია რა სიტყვის რუსეთზე, იმიტომ რომ მან 2 წლის განმავლობაში დაიცვა საქართველოს რუსეთისაგან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი წუთიც ის ხარ დაგვიღვია.
ნახეთ როგორი აგრესიულია რუსეთი. ვერც ერთმა საქართველოს ხელისუფალმა არავეზე ცუს გმარმიდა, მაგრამ ვერ აიცილა თავიდან საუბარი მოქმედები პირველი 2 წლის განმავლობაში. ამიტომ ეს არის უდიდესი მონოპოლი საქართველოსათვის, რომ 2 წლის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად უმკლავდები ძალიან შესაბამისად თქვენ ამბობთ რომ ამ 2 წლის განმავლობაში მათ შორის რიტორიკის დონეზე თქვენ ამბობთ რომ ამ 2 წლის განმავლობაში შესაბამისად წარმატებული იყო თქვენი პოლიტიკა და თქვენი დამოკიდებულება რუსეთთან, თუმცა შედეგი ფაქტია ჩვენ ხედავთ რომ მივიღეთ ის რომ რუსეთი აფორმებს ხელშეკრულებას რომელსაც აპირებს კიდევ უფრო 91 ხო ფაქტობრივად თქვა რომელსაც კიდევ უფრო გაართულებს იმ სიტუაციას რომელიც დღეს გვაქვს ეს იგივეა რაც ვითარებას აფხაზეთში იგივეა დღეს უბრალოდ აფხაზებმა თვითონ გაართულეს ეს კარგია თვითონ გაართულეს ვითარება ანუ რუსეთს სხვა გზა არ ქონდა ხედავს საქართველოს მის ევროპისაკენ ცალსახად კაფიოთ მის ევროპისაკენ მიუხედავად იმისა რომ გვაბრალებენ პრორუსულ პოლიტიკას რატომ გააკეთა რუსეთმა ეს რომ მას უნდა როგორმე აფხაზეთი მაინც დაიწყოს ანუ თქვენთვის ამ ხელშეკრულების გაფორმება სწორედ თქვენი წარმატების ნიშანია ცალსახად იმიტომ რომ პირველად რა ერქვა დოკუმენტი შეიძლება არ გახსოვდა არც უნდა ასოცირებასთან როგორც კი ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ასოცირების ხელშეკრულებაზე მეტი გადმოწერილი იყო ასოცირების ხელშეკრულებიდან ძალიან ბევრი პოზიცია ამ ქვაბიზოსო ხელშეკრულება იყო ანუ შესაბამისად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რუსეთს ამიტომ ჩვენ ცალსახად კაფიოთ უნდა ვიაროთ იმ მიმართულებით რომელსაც მიუღებელია რუსეთისათვის ევროპისაკენ ევროატლანტიკური სივრცისაკენ და რა თქმა უნდა ვეცადოთ ჩვენი ქვია ოპონენტი ასე ვიტყოდი შევავსუბუქებდეს შეგენებულად რათა მინიმუმზე დავიყვანოთ მისი აგრესია რა თქმა უნდა ჩვენ მნიშვნელოვანია რუსთავი 2 მნიშვნელოვანი ტელევიზია და აქ ნათქვამი სიტყვები ციტირება ხდება მე ამიტომ მართლა მნიშვნელოვანია მე რას ვიტყვი ამ ეთერში ამიტომ ცალსახადობრივად ჩვენ პოლიტიკამ გაამართლა მეტიც გაამართლა პოლიტიკის გაყოფამ სადაც ვერ თახვდებით იქ ერთი პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან სად თახვდებით მეორე პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან ჟენევაში ვლაპარაკობთ კონფლიქტებზე კარასინი აბაშიძის ურთიერთობებში ვლაპარაკობთ სხვა ურთიერთობებზე გაამართლა რომ ჩვენ არ ვაქციეთ კახეთი და სხვა რეგიონები სამეგრელო მშოლობარაკ იმერეთი აფხაზეთის მძევლად აფხაზეთი ნომერ პირველი პრობლემა ნომერ პირველი ტკივილია ჩვენი ნომერი მეორეც იყოს ნომერი მეხუთეც იყოს მაგრამ ნომერი მეექვსე პრობლემა კახეთის ღვინო არ უნდა ვაქციოთ ჩვენ სიტყვაზე აფხაზეთის მძევლად ჩვენ ეს მოვახერხეთ ძალიან დიდი წარმატება ჩვენ არ ვაპირებთ ამის უკან გადაეცაქვია დახევას აქედან რას გულისხმობთ რომ კახეთი არ უნდა აქციოთ აფხაზეთის მძევლად მე როდესაც თქვენ ინტერვიუებს ვისმენ ამას გულისხმობთ ალბათ თუ არა და შემისწორებთ თქვენ მე შთაბეჭდილება მრჩება რომ თქვენ თითქოს ორად ყოფთ საქართველოს ამბობთ რომ არის რუსეთ ურთიერთობებს კი ბატონო რუსეთ საქართველოს ურთიერთობებს ორად ყოფთ თითქოს იმიტომ რომ არის თქვენ ამბობთ პრობლემები რომელიც არის დაკავშირებული ამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მაგრამ ამას არ უნდა გადაყვას სხვა ქვეყნები და გულისხმობთ ეკონომიკურ ურთიერთობებს პრობლემები რომლებიც მოუგვარებელია დღეისათვის და ვერ ჩანს მისი მოგვარება არ შეიძლება სხვა რიგში მდგარი პრობლემები რომელსაც ფარავს ეს ბუნებრივია ვიდრე კონფლიქტი მათ შორის ეკონომიკურ პრობლემებს გულისხმობთ თქვენ და ამიტომაც ეთანხმებით რომ ეს ორი მოლაპარაკება შვეიცარიაში ჟენევაში მოლაპარაკება ჯერ ესეთი ეკონომიკური კარასინი აბაშიძის უნდა გაგზავნოს. ეს არ არის მოლაპარაკებები. მან ხელი არაფერს არ ეწერება. ეს არის მაგი და ეს არის თქვათ ასე პირობები, სადაც მიმდინარეობს კომუნიკაცია სხვადასხვა პროექტებში. სიტყვაზე ტრანსპორტის მიმოსვლა აღდგა დაუშვათ, ხო? ანუ ეს კარასინმა და აბაშიძემ კი არ მოაწერეს ამაზე ხელი. მათ მოახერხეს დაკავშირების შეთანხმება, რომ მოდი ამ თემაზე წინ წავიწოთ. ამიტომ ეს არის მოლაპარაკების ფორმატი. თუმცა მე ამას კონტაქტის ფორმატი. გასაგებია, თუმცა მე როდესაც გულისხმობ, რომ თქვენ თითქოს ყოფთ ამ ორ სფეროს და ამბობთ, რომ დიახაც ორ მიმართულებას დიახ ეს ორი მიმართულება პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს და შეიძლება გადაიკუთოს მაგრამ ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალოს მაგალითად თქვენი კოლეგა რომელიც თქვენი ყოფილი კოლეგა გულისხმობთ მაია ფანჯიკიძეს რომელიც ფაქტობრივად რამდენიმე კვირის წინ ჯერ კიდევ თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ის ასე პარალელურად და დამოუკიდებლად ამ ორ მიმართულებას ვერ ხედავს და პირდაპირ ამბობს რომ არ შეიძლება ეკონომიკურ თუნდაც ინტერესებს გადავაყოლოთ პოლიტიკური ინტერესები ქვეყნის და ამიტომ ამბობს რომ კარასინი აბაშიძის შეხვედრების ფორმატი უსარგებლოა და უნდა გაუქმდეს. ხო, არა, მე მას იმიტომ რომ ის ქმნის ილუზიას ისაც იყოს რუსეთთან მოგვარების გზაზეა. ილუზია რა, თვითონ ქალბატონი მაია ამაყობდა კახეთში რთველი და ჩაყოლდა დიპლომატები და აჩვენებდა რა წარმატებულია კახეთის გლეხობა ამიმართულებით. ეს მისინებაა, ნამდვილად არ ვაპირებ მის კრიტიკას, იმიტომ რომ ახლა დღეს ოპოზიციაშია და ნამდვილად მას აკუფლებას ილაპარაკოს. მისივე კოლეგა ირაკლი ალასანია დავწუნებსი არ ფიქრობს. იმიტომ რომ მის მუშაობდა კონფლიქტებში და მასთან მქონია დიდი ურთიერთობები და მე ვიცი რომ ის თulis რომ სიტყვაზე აფხაზურ საზოგადოებები და საჭირო მეტი ჭირო კონტაქტები და საჭირო არის მართლაც სადაც კი შეიძლება სადაც კი რამე საკითხი შეიძლება აქ არის საუბარი რუსეთთან მოლაპარაკებაზე და არა ხო და ჩვენ ყოველთვის გავიწყდება ორი რაღაცა როცა ვლაპარაკობთ რუსეთზე მაშინ რომ ვლაპარაკობთ რუსეთზე თუ საქართველოს გულისხმობთ ანუ როცა ჩემთვის თავარი მომენტი არის როცა რაღაცაზე ვლაპარაკობ ეს საქართველოს ინტერესები ჩადებული არის თუ არა ამაში არა შიშველი აგრესია და შიშველი ემოცია რუსეთის წინააღმდეგ რაც დამეწუნეს სხვაზე ნაკლები არ აქვს უბრალოდ მე ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება გამომდინარე მივხვდი რომ
ემოციებით მოქმედება, კაცი არა შეცო კარგი არაფერი არ მაქვს. ხო შეს მოწინააღმდეგეს აძლიერებ. ამიტომ ჩემს თავი ამოცანაა, რაც არ უნდა დამაბრალონებ, ისაც მე ვაკეთებ, საქართველოს ინტერესებში არის თუ არ არის. და არა რუსეთის ინტერესებში კი არა, თუ არის ინტერესებში იყოს თუნდა. თუ ჩემს სახელმწიფოს ინტერესებში არის საქართველოს. მით უმეტეს პოლიტიკოსები არ უნდა აყვნენ ემოციებს და არ უნდა ჩავარდნენ პანიკაში. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, უნდა კარგად დავწონოთ ნებისმიერი ნაბიჯი და ასე რომ თქვენ ამბობთ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდა საქართველოს აქამდე ამ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება ამ მიმართულებით. უნდა გაგრძელდეს. ახლა მე მარტო მეკითხები თავრობის წევრი ვარ, მაგალითად მე თქვენ კონსულტაციები ჯერ არ გქონია ამ თემაზე. რა საკითხებს კონკრეტულად. აი ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თუ გქონდათ პრემიერს სატელეფონო კონტაქტები პრემიერთან და იყო რაღაც საუბრები როგორ ანუ პრემიერმა ასევე ესეთი რამ განაცხადა რომ პრემიერი ამბობს რომ როგორც ჩანს ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულება რუსეთმა ხო კი ბატონო შვენიერია მაგრამ შვენიერი თავისად ცუდა მაგრამ გამოაშკარავდა რუსეთი ანუ რუსეთმა ეხლა ცით რა რაღაცა შევთანხმდეთ იმაზე რომ ეს ყველაფერი რუსეთი აკეთებს ეს არის მისი ძლევამოსილების მისი წარმატების ნაბიჯები თუ მისი სისუსის გამოვლენაა არ არის ეს ძლევამოსილი რომ ეს არის მისი სისუსის გამოვლენა თქო უნდა და პანიკაში რეალურად არა ჩვენ არამედ რუსეთია არა რუსეთი პანიკაშიც პრაგმატული სახელმწიფოა უნდა ის მას სხვა გზა არ დარჩენია სხვა საკითხია კუთხეში მოქცეული ადამიანი როცა ჩხუბზე გადადის ის მას სხვა გზა არ დარჩენია მაგრამ აშკარაა რომ ჩვენმა მეცადინეობა არ ამბობ ჩვენ მეცადინეობა უკრაინის ფაქტორმა ევროკავშირის როგორც იქნა დანახვა რა არის რუსეთი ეს ყველაფერი ერთ პაკეტში მოათავსა დღეს ყველა ხედავს რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ეს არ არის რუსეთ-უკრაინის პრობლემა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესები ეს არის რუსეთ-საქართველოს პრობლემები ეს არის რუსეთის პრობლემა დემოკრატიასთან რუსეთის პრობლემა დასავლეთთან ამიტომ ჩვენ ეს მოახე ეს ჩანს კაბეს ბრიუსელში ვიყავი და მართლა გამიმართა რომ პატარა დელეგაციაში მოხდი პრემიერს და ეს ჩანდა ბრიუსელში ხედავენ ამას რამხელა გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს და როგორ უკავდება ამ სკოლებს და ყველა ეხლა შიგნით ოპოზიცია გასაგებია და მე არც ერთი სიტყვა არ მწვევ ოპოზიციას ოპოზიციის წარმომადგენლების სტუმრად და ვნახავთ რა ფიქრობენ ისინი. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორ აფასებს ამას ჩვენი მეგობარი დასავლეთთან. ყველა გვეუბნება რომ სწორად ყოჩახლობთ მიდიხართ ევროპისკენ და ამავე დროს ცდილობთ რომ რუსეთის თქვა აგრესია არ მოყვებოდეთ უკან. ეს არის ძალიან დიდი წარმატება ჩემი აზრით. დიდი მადლობა ბატონო პაატა ზაქარიაშვილი სახელმწიფო მინისტრი იყო ჩვენი სტუმარი.